ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გააგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მადლი ღმერთმა არ მოგაკოს. დაიფაროს და დაიცვას ღმერთმა თვითმფრინავის ცხოვრება. დიდი მადლობა ყველას მოგზაურებისათვის. ღმერთმა შეიწიროს თქვენ ტაძარში მოსვლა და ღმერთმა გააგახაროთ და ეს საღვთო მადლი, რაც ტაძარში სუფევს და რაც წირვას აქვს, ეს მადლი ღმერთმა ყველას გააგატანოთ, თან და ღმერთი შეგეწიოთ ამ მსახურებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ღვთის მსახურებაზე დასწრება, წირვაზე დასწრება. ამის გარეშე ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. თუ ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს და ის თulis რომ ის ქრისტიანია და მართლმადიდებელია, წარმოუდგენელია ქრისტიანი რომ ამ მსახურებას არ ესწრებოდეს და საკუთარ თავს ამ საოცარ მადლს აკლებდეს. ეს არის დაუჯერებელი. ქრისტიანი არ მოდიოდა შენ ამ მსახურებას არ ესწრებოდე, ეს ნიშნავს იმას რომ შენ ამ მსახურების წარმოდგენაც არ გაქვს რა არის. ანუ აი ვერ დატოვებ საკუთარ თავს ამის გარეშე, ვერ დატოვებ. ერთხელ მამა გიორგი ყვებოდა ერთხელ ზვიადაძე სიონში რომ ქადაგება მსახური და ხომ ეს რამე სამბოდა რომ ახლა წარმოიდგინო თქვენო ეხლა მიმართა ყასტომ ახლა წარმოიდგინო რომ ყოველ დღე წირვაზეო 100 ლარს უარიგებნენო. რა მოხდებოდა აქ ტაძარშიო? რიგები ითქებოდა წნეთამდე. აი გადავსებული იქნებოდა ჩვენ გვახსოვს აქ რომ ჩვენ რო საჭმოს რო ვარიგებდით აქ და რო ურიგებდით ხალხს, რამდენი ადამიანი 500-მდე ადამიანი მოდიოდა ყოველ კვირას. რო ვარიგებდით მაშინ აქ საჭმოს დარიგება რო გვიწევდა ხოლმე. 500-მდე ადამიანი მოდიოდა იმ საჭმოს ასაღებად. ზუსტად იმ წირვის შემდეგ იყო მე და დილით ადრე ეწერებოდნენ. დღესაც აი დილით რო გამოდივარ ხოლმე, აქ ჩები ხოლმე ზევით სამრეკლოში ჩები ხოლმე კელიაში, შაბათობით წირვის დროს და რო გამოდივარ ხოლმე, დილით 7 საათზე ჩამოდივარ ხოლმე, დილით უკვე 7 საათზე გამოდივარ კელიდან. და ერთ-ერთი მთხოვნელი იყო სული გდგას ხოლმე, დილით 7 საათზე იქ არის. რომ ერთი ადამიანიც არ გამორჩეს, რომ ის ფულის garaშე დარჩეს, წარმოგიდგენ, ანუ დილით 7 საათზე აქ რო დგას ეს ადამიანი. ესე იგი რა დროს დგება წარმოგიდგენია რომ აქ 7 საათზე რომ მოვიდეს? იმიტომ რომ ერთი ადამიანიც არ გამორჩეს. და ეს სწრაფად უდის, იმიტომ რომ მან იცის რომ ის ამ ხორციელს საზოსტაი ზუსტად იცის რატომ მოდის. იცის რომ ის ერთი ემრო იქიდან რაღაცა უფრო მეტ თანხას წაიღებს, ვიდრე სხვა მომელი გვია რო გაიგვიწევს. და წარმოიდგინეთ, ანუ ეს ადამიანი ამას აკეთებს და სწორიცაა მატერიალურიც რატო უჭირს და უნდა რომ დაეხმაროს. და ჩვენც ხო გვიჭირს სულიერად. მაგრამ აი ჩვენ თუ მორბი ვართ ესე წირვაზე. აი ჩვენ თუ ესე ის ასაც ახლა ის აიღებს იმ თანხას. იმაზე მეტი არ მიგავ თქვენ ამ წირვიდან? იმაზე მეტი? რა უნდა მოგცენ ამის სანაცვლოდ? აი რამდენი თანხა უნდა გადაგიხადონ ამის სანაცვლოდ? რასაც შენ იღებ ამ წირვიდან? რა უნდა წაიღო ამაზე მეტად? ანუ ნახე როცა ხორციელს ხედავ და უყურებ და იქიდან სულად უყურებ იქიდან რომ სარგებელი გაქვს. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი ამ სულიერს ვერ დაინახავს, თუ ადამიანს სულიერი თვალი არ აქვს. ამიტომ ის ამ სარგებელს ვერ იღებს აქიდან. ამიტომ ეზარება, ვერ მოდის, აუ ისე დაიტანჯება, დაგვიანებით მოვალ ლოცვაზე, დაგვიანებით დაესწრება წირვას, რაღაცა სულისია, სულ გაყვედრის ამსახურებაზეც მოსვლა ზოგჯერ და რაღაცას მდგომარეობა აქვს, რომ მას ეს გააზრებული არ აქვს. როცა ადამიანს ეს გააზრებული აქვს, ეს ადამიანი მოეშურება ამსახურებაზე და თელი არსებით დგება და არ უნდა არც ერთხელ ამ მსახურება გამოტოვოს. მე მახსოვს სიონშიც რომ მსახურობდა გაშვეთში. მხოვნელები როგორ თავსხმა წვიმაში იდგნენ ხოლმე, იცი? აი თავსხმა წვიმაც რო იყო, კი ისინი იდგნენ ხოლმე და თუ დააკვირდით ხოლმე კვირაობით მიდით ამ მსახურებით ნახავთ რომ აი წვიმაშიც კი დგანან ისინი იქ. იმიტომ რომ ის წაღება უნდა რასაც სინელოდებია. და ადამიანი შეიძლება წვიმის გამო წირვაზე არ მოვიდეს და მსახურებას არ დაესწროს. აი დღევანდელი სახარება, საოცარი იყო დღევანდელი სახარება, ძალიან ბოჭე გავგვიმართა ჩვენ დღევანდელი სახარება, რომ ეს არის შესახებ, რომ ვინ არის? არის ქრისტე, რომელმაც დათესა ეს სიტყვა, მოვიტანა დათესა სიტყვა, მაგრამ ზოგი ნიადაგი იყო კლდოვანი, ზოგი ნიადაგი იყო ნოყიერი, ზოგი ნიადაგი იყო ამოვიდა, მაგრამ ეკალბარდება მოაშთო ეს ყველაფერი ღვთის სიტყვა. და ჩვენ ადამიანებით ესეთები ვართ. ადამიანი როგორია, ეცე ზოგჯერ მოეწონება ადამიანს ეს ღვთის სიტყვა, მოეწონება და უნდა რომ რაღაცა მიიღოს ეგ სიტყვა, რაღაცა აი გახდეს ქრისტიანი, მოინდომებს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც კი ეს ეკალბარდები ამოან ამ ქვეყნის საცურები, იმ წუთშივე მოაშთობს ამ სიტყვას, ამ ღვთის მადლს მოაშთობს და ადამიანი კარგავს ამ საღვთო მადლს. ზოგი იმდენად უტიფარია და იმდენად პირდაპირ ესეთი მიწა, აი გზა არის, რა პირდაპირ დაყარეს იქ და არც კი ჩავიდა მიწაში, იმიტომ რომ არაფერი არ უნდა ამ სიტყვის მიღება საერთოდ. და ეს ფრენველიც, ის ფრენველები მოვიდნენ წუთში აკენკეს, წაიღეს ეს მისი ნაყოფი და არც გამოიღო ნაყოფი ამ, არც არაფერი არ უწვალე. ზოგიო ისეთი მიწა იყო, მოდნა მიწა იყო და ქვევიდან კლდე ქონდაო, ქვა ქონდაო. და როცა ჩაივიდა, არ ქონდა ძირი რო გასულიყო, იმიტომ რომ კლდე იყო და მზეო და აცხუნა ამ კლდეს, ეს ქვა გაახურა და ის თესლი მოკლა, გაანადგურა.
დანაყოფი ვერ გამოიღო ამან. ვერ გამოიღო. ანუ ესეთი ადამიანებია, ვისაც აი ღვთისმსიტყვა უნდა მაინც მოეწონებათ, მაგრამ შინაგან ესეთი გაქვავებული გული აქვს, ვერ იღებს ამას. ერთხელ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი რაღაც აი ეკლესიურ ცხოვრებაზე, რაღაც და აი მისმენდა თელი გულით რაღაც ესე მოეწონა ყველაფერი, ძალიან მოეწონა. მაგრამ მე აღარ მოუნდა, იმიტომ რომ ამისთვის შრომა აღარ უნდა. არ აქვს ამისთვის ნაშრომი, რომ ეგ სიტყვა მის გულმა მიიღოს. არ აქვს ამისთვის ნაშრომი. და მას სამ სიტყვის მიღება არ უნდა. არ იკარებს სამ სიტყვას, არ ეკარება. რაღაცა მომენტში შეეხება, ექვსი სიტყვა მოინდომებს, რაღაცა ცოტას აი ამოძრავდება, მაგრამ მე აღარ აქვს ეს ნაო, როგორ უნდა გააკეთოს. ახლა აი კი მოეწონა სიტყვა, მაგრამ ისო განახორციელო, რომ დიდი შრომა ჭირდება. იმას საყოიმას გულის დალბობა ჭირდება, უზარმაზარი შრომა ჭირდება და ადამიანს ამ შრომის გაღება აღარ უნდა. იმიტომ რომ იმდენად დიდ საცურში ადამიანები და იმდენად აი ეშმაკი იმდენად ავიწრებს ადამიანს, რომ ანადგურებს ადამიანის სულს და სპობს ადამიანის სულს. სპობს ადამიანის სულს.